იმდენად ამომწურავი პასუხია გაცემული იმ დოგმატურ, თუნდაც დოგმატურ კითხვებზე და პოლემიკაზე, რასაც ხატმე ბრძოლებს ანუ RSS-თან წარმომადგენლებს ჰქონდათ, რომ დღეს რო ადამიანი ამას წაიკითხავს, რა თქმა უნდა, რთული გასაგებია თუ დოგმატური შესავალი კურსი არ აქვს გაგებული, მაგრამ ფაქტურად მას კითხვა აღარ დასრჩება, როგორი უნდა იყოს ხატის თაყვანისმცემა და რას ნიშნავს და რა განსხვავება კერძ თაყვანისმცემლობას და ხატ თაყვანისმცემლობას შორის. ხატმეტყველება და მათ შორის სახარებასთან დაკავშირებული, სახარებისეულ მოვლენებთან დაკავშირებული ხატმეტყველება მთლიანად დაფუძნებულია სახარებისეულ სწავლებაზე, ეგზეგეზაზე, ლიტურგიკულ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში დაცულ სწავლებაზე და ასე შემდეგ. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. მომდინარეობს ძველი აღთქმიდან ბევრი რაღაცა მსგავსება, იმიტომ რომ ძველი აღთქმის ეკლესიის გაგრძელება, ახალი აღთქმის ეკლესია და იმის აღსრულება, რაც ძველი აღთქმაში ნაწილად წარმოდგენილი იყო, შესაბამისად დიდი ცვლილებები შეიძლება არ იყოს.